მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გვექნება ჩართვა ბატონ ვალერი სეხნიაშვილთან. ერთხელ ჩვენ უკვე გქონდა ჩართვა მას, სამწუხაროდ ის ჩართვა ვერ გამოგვივიდა, ისე ხარისხიანი ვერ იყო და ამიტომ არ დაიდო. მე გავიცანი ბატონი ვალერი Skype-ის, Facebook-ის მეშვეობით. Facebook-ში მოხდა ჩვენი გაცნობა, მას შემდეგ რაც ორშაბათს იყო დიასპორის მინისტრი გამოსული საქართველოს პირველი ტელევიზიით და იყო საუბარი ემიგრაციაზე და ასევე იყო საუბარი დაფინანსებაზე Facebook-ში და ამას ცოტა დაპირისპირებები მოყვა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაღაც პატარა ლანძღვასავით პატარა ერთმანეთის შეხება და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ყოველად დაუშვებელია, ასე გამოსვლა Facebook-ით და ერთმანეთის ლანძღვა, უნდა შევიკავოთ თავი მაქსიმალურად. გამარჯობათ ბატონო ვალერი. ბატონი ვალერი ცხოვრობს კიპრში, ემიგრანტია, ჩვენ უკვე დიდი სტაჟი გვაქვს ემიგრაციის. ასე რომ შეგვიძლია გაკვეთილები მასთან კლასები ჩაუტაროთ, ვისაც უნდა ემიგრაციაში ჩამოსვლა. გმეთმა არ დააჭიროს ხო? არამედ ჩამოვიდეს კი. ხო, გამარჯობათ. გამარჯობათ მაგრამ ძალიან კარგი საქმეს იწევს, ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ და ეს დიალოგები და ეს საუბრები რაც უფრო ემიგრაციის ფართო მასა ჩაერთვება ამაში, ვით მეც იკეთებს მოუტანს თვითონ ემიგრაციას. იმედია ჩაგვერთვებიან შიგადაში ემიგრაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან და გავმართავთ ასეთ ლამაზ საუბრებს. ლამაზ საუბრებს და ერთმანეთს ესე იგი მივაწვდით ინფორმაციებს, მოვესიყვარულებით და ესაა ჩვენი მიზანი და მე მგონი მისიაც საერთოდ ქართული ხალხის. იმიტომ ჩვენ ახლა უნდა შევიგნოთ მე ყველაზე რა თქმა უნდა არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ იმ ნაწილზე რომელსაც არ აქვს შეგნებული რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა. ქართული ერი არის ძალიან პატარა ერი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა დაუპირისპირდეთ, უნდა პირიქით უნდა მოვესიყვარულოთ, უნდა მოვეფეროთ, უნდა ხელი წავაშველოთ, ბიძგები უნდა მივცეთ, რომ წინ წავიდეს და მით უმეტეს ახლა ემიგრაციაში ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ როგორღაც შევქმნათ ძლიერი ემიგრაციული ორგანიზაციები და შევქმნათ ქართული ლობი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო ვალერი? მეც ერთი აზრი არის და ეს აზრი უნდა იყოს საერთო. თუნდა რომ ჩვენ გლობალურად რაღაცას მივხედოთ და ემიგრაციის ცოტა ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რაზეც დღეს Facebook-ში სასამართლოდ არის გამხდარი ის თემები, რაზეც დღეს დაობენ. მაშინ უნდა შეიქმნას რაღაცა ძლიერი გაერთიანდეს ემიგრაცია, რაღაცა ორგანიზაციაში. 1000 ემიგრანტული ორგანიზაციებია, რომლებიც ალბათ უნდა გაერთიანდნენ ერთით ორგანიზაციაში, რომლებიც არ არის მარტო ემიგრანტების უფლებებია დაცოცავი. ემიგრანტების 1000 პრობლემაა გადასაჭრელი, რომელი პრობლემებითაც როგორც ვთქვათ, სახელმწიფო არ კავდება. და ამ პრობლემების გადასაჭრელად კიდევ ვიღაცამ უნდა ეს დააყენოს ეს საკითხი. ასე დაგსახსოვრდა. ბატონო ვალერი, ეს არის რა თქმა უნდა მთავარი მიზანი, რომ უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად ერთი ქართული ძლიერი ორგანიზაცია, რომ უნდა შევიგნოთ, რომ ცალკე არანაირი ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს, არ ჩვენ და არ ჩვენ მომავალს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. და ვერაფერს ვერ მივახცევთ. ცალკე ვართ ძალიან უსუსურები. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ასე ვიყოფით 10 ნაწილად და 100 ნაწილად, ხო? მოდი შემდეგში ის სხვა მე არ მინდა თქვა მტერი, არ მინდა ვიხმარო ეს სიტყვა რომ ჩვენი მტერია. არა ჩვენი მტერი, ჩვენი მოყვარია სიტყვაზე თქვა და კონკურენტი. მოდის ორგანიზებულად და გიპყრობს მერე და გჯობნის და რაში ვაგებთ? იმიტომ კი არ ვაგებთ, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ, ან გონება არ გვიჭრის და რაღაც გაკეთება არ შეგვიძლია, ან თქვა ზარმა არ ვართ, ზარმაცები, უფრო გონებაც მეტი გვიჭრის. არც ზარმაცები ვართ და მუშაობა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ გვაკლია ორგანიზება. ეს უნდა შეიგნოს ქართულმა საზოგადოებამ, რას ნიშნავს ორგანიზება და ორგანიზება ცალკე არ გამოგვივა.
ერთიანი ძალებით უნდა შევიკრათ და გავერთიანდეთ და ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია. Ამ ორგანიზაციაში მე მაგალითად ასე წარმომიდგენია, რომ ეს ორგანიზაცია უნდა იყოს პატარა სახელმწიფო, პატარა ქვეყანა, რომ პატარა სამინისტროები შეიძლება შემოვიდეს. იქ ეკონომიკაც უნდა იყოს, სპორტიც უნდა იყოს, კულტურაც უნდა იყოს და კიდე რა სფეროებია, ვთქვათ ახლა, თქვა ტრანსპორტის სამინისტრო სადვისტომოში შეიძლება ტრანსპორტის სამინისტროც დაგვჭირდეს და გავაკეთოთ ასე ვთქვათ პატარა მინი სამინისტრო, ხო, მაგრამ ჩვენ რაც გვეხება, ხო, რისაც შეიძლება ვთქვათ, აი ფინანსთა სამინისტრო შეიძლება ვთქვათ გაკეთდეს სათვისტო, ასე ვთქვათ, ჭყალებში სამინისტრო რა თქმა უნდა. ნუ სექტორები, ხო? სექტორები ამ სათხო. ხო და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვისწავლოთ მუშაობა ასე ყალიბდება საზოგადოება, ასე ყალიბდება ერი, ასე ყალიბდება სახელმწიფო. სხვანაირად არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ ემიგრაციაშიც და საქართველოშიც, ხო? რომ ესე იგი ერთმანეთს ასე ზაფრად უპირისპირდებიან, ხო? დამთავრებულია ჩვენი ერთიანობაზე, საქართველოს ერთობაზე და ერთიანობაზე ვერ ვისაუბრებთ. აი ის ვარნელი გუჯი არავის არ მინახა ვინმე თავი შეურაცხყოფილად დიდოს, მაგრამ ეს არის ერის თვითონ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას, აი ნაკლებობა, ყველა მთავრობა, ყველა ნებეხა დღეს საქართველოში რამდგომარ ყველა მთავრობა მოდის 90%-იანი ხარდაჭერით და მერე ცდილობს საზოგადოება გახოს იმისტება და ამისტება. ეს საშინელებაა. ხო, ამ გაყოფილ საზოგადოებას მე ადვილად მართავს. დღესაც იგივე წინა რეჟიმი იყო, ესე იყო, ეს თავრობაც მოვიდა, უკვე დაყო ამისტება და იმისტებად, ვინ ჩვენთან არის, კარგია, ვინც არა და ვარგისია. და რა თქმა უნდა, ახლა აი მე დღეს კადრებს ვიყურეთ, რაღაც ოცნების კანდიდატებზე რაღაც სასაცილო კადრები იყო. აი ამანაირი ხალხს გაიყვანს უკვე, როცა დაყოფილი აქვს საზოგადოება ამისტება და იმისტება. ჩვენ ასე ახდება ემიგრაცია, ეხლა რაც უფრო დანაწილებულია ემიგრაცია, რაც უფრო დანაწევრებულია და რაც უფრო ცალ-ცალკე პატარა რგოლებად არის, აი ეს როგორც დღევანდელი დავები მიდის, იქ ვიღაცა სამი ჩოხა გადაუგდეს და თან მე ბურთი კაცი ნაწყენი დარჩა, მე რატო არ გადმომიდეს, ვიღაცას ბურთი მისცეს, აქეთ რატო არ მოგწეს ბურთი, აი ესე დაარევენ ერთმანეთში, ეხლა ამხა. ნუ ემიგრაციამ უნდა შეიგნოს და გაითავისოს. ემიგრაციას ძალიან დიდი ძალა ქონდა და კიდევ აქვს და ძალიან დიდი ძალა. ემიგრაცია ძალიან ბევრი დაეხმარა საქართველოს ფინანსურად. იქ ამანათებს აგზავნიდა, ფინანსურად აგზავნიდა ყველაფერი და ემიგრაციას არ სჭირს იმისა, არაფერი არ სჭირს, რომ ფორმები მოსთხოვოს და ჩოხები მოსთხოვოს და რაღაცები მოსთხოვოს ახლა საქართველოს მთავრობას. არ სჭირს. პირიქით ჩვენ აქეთ ვაგზავნით. თანხებსაც ემიგრაცია სჭირდება უბრალოდ სწორი გზა, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება დაეხმაროს ამაში, რომ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ძლიერი ორგანიზაცია. აი ამაში თუ შეიძლება ჩაგეკითხებით რა, ან რატო უნდა აფინანსებდეს? მე მგონი ეს სკოლები, კერძო სკოლები, ესების ისენი, ეს არის მე მგონი კერძო სტრუქტურები, ხო? თუ სიხდიან მე მგონი ბავშვები რო დადიან. თუ საკოლმოქმედო რამე, ხო და აი ეს კი მაგრამ ეს ხო ყველაფერი არის კერძო სტრუქტურები, მე მგონი. ხო ეს კერძო სკოლები, საცეკვაო ანსამბლები, მე მგონი მშობლები რუსეთიან ამაში. თუ საკოლმოქმედო რამე ორგანიზაციები არის. არა, ფულს იხდიან, მშობლები ფულს იხდიან ამაში, რა თქმა უნდა, ხო? სექტორი ბიზნესია. ბიზნესია, ხო. აი ეს პატარ-პატარა ბიზნესები შეიქმნა და ზუსტად ამ პატარ-პატარა ბიზნესებმა გამოიწვია დაპირისპირება და მე 12 წლის წინ, როდესაც არავინ არ იყო საერთოდ და საერთოდ ასე არ იყვნენ საზოგადოებები, სათვისტომოების, როგორი მიდიოდა, რა სტრუქტურებით უნდა ემუშავა, რა დებულებით უნდა ემუშავა რაღაცა. ვეუბნებოდი, რომ არის ასეთი საფრთხე, რომ ჩვენ დავიშალოთ 10 ნაწილად კი არა, 100 ნაწილად და ამიტომ ჩვენ ეს არ დაუშვათ, რომ ჩვენ დაუპირისპირდით, იმიტომ რომ თუ გამოჩნდა ჯგუფები და ნაწილ-ნაწილ გაიყოფა და რაღაც პატარ-პატარა ბიზნესებად ჩამოყალიბდებიან, აუცილებლად
დაუპირისპირდებიან მე, იმიტომ რომ ეს ნორმალურია, ბიზნესში დაპირისპირება ეს ნორმალური ფაქტორია, ხო? ხო. მთავრობა რატო უნდა ანაწილებდეს, რატო უნდა ჩუქნიდეს ერთ ბიზნესს რაღაცას მთავრობა ბიუჯეტის ფულიდან და მეორე ბიზნესს არა იგივენა ეს. აი ეს ვერ გამიგიან მთავრობას რა საქმე აქვს, რატო ჩუქნის. ნუ შეიძლება ასე ვთქვა, ყველა საჩუქოს მაშინ თუ არ ჩუქნის ყველას მაშინ შეეშვა. საერთოდ თავრო კერძო ბიზნესები არ შეդარბინახიან მთავრობა რაღაცებს ჩუქნის. ხო. კი ბატონო, ხო. ამან გამოიწვია ეს კითხვები ზუსტად რომ მთავრობა იმ პრიორიტეტებს კი არ აფინანსებს, რომელი პრიორიტეტები არის. აფინანსებს რაღაცა უაზრობებს, კერძო სექტორებს, თან ნაწილს აფინანსებს, ნაწილს არა. რატო უნდა გაიცეს ნაწილ კერძო სექტორზე, ვიღაც ბიზნესმენზე ერთზე მაგალითად საჩუქარი მთავრობიდან. ნუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სათვისტომოები და ეს ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ ბიზნესად, რა? ბიზნესია ხო, კერძო სტრუქტურაა, სადაც ადამიანი მიდის და ფულს იხდის თავშვილის სწავლაში, ის არის ბიზნესი. კი ბატონო. ხო, ეხლა საქმე იმაშია, რომ ეხლა ესეთი ბიზნესები, ხო, შეიძლება კიდე გამრავლდეს. არა, მე თქვენ გამრავლოს, კაცო, მაგალითად მე მაგრამ სახელმწიფო რატო ერევა კერძო სექტორში? არა, გასაგები გამრავლდეს იმ კუთხით ვიძახი, რომ ისე ცუდია დაპირისპირებაში მოვლენ. აი ცეკვის ანსამბლი გაიხსნა რაღაცა, თქვენ ქართული სკოლა გაიხსნა, მე მეორემაც გაიხსნა, მესამეც, მეოთხე, მეხუთე და ესენი ესე იგი ერთმანეთის ან ბაღი გაიხსნა რაღაცა, ერთმანეთის წართმევაში არიან, მე უკვე კლიენტურა როგორ წაიყვანონ და წამოიყვანონ, კლიენტ როგორც კლიენტს ასე უყურებენ, ხო? ხო ეს ხო ესეა, ხო ჩვეულებრივი. ხო და სამწუხაროდ ამ ფაზაში შევედით, რომელ ფაზაშიც ესე იგი ვაფრთხილები რომ არ შევსულიყავით ქართულ საზოგადოებას ესე იგი ვაფრთხილებდი ყველას საბერძნეთში, ათენშიც ვაფრთხილებდი სხვათა შორის და სალონიკშიც. რომ ამ ეს ფაზა ხო არ შევიდეთ. არის დამღუპველი ჩვენთვის. სამწუხაროდ არ იქნა გამოყენებული და არ იყო ვერ გააცნობიერეს. საქმე ეხლა რას ვაკეთებთ? აი დღეიდან როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ, რომ რაღაცნაირად გავაერთიანოთ, შევაკოცოთ ეს ქართული ემიგრაცია, იმიტომ რომ სახეზე გვაქვს, რომ ასე ცალ-ცალკე, ხო? როგორც იყო მოსალოდნელი, ვერ განვითარდებით. განვითარება არ გვიწერია. ჩვენ მე მგონი ალბათ პირველი რაც იქნება გასაკეთებელი ალბათ არსებობს საზოგადოებრივ სხვადასხვა ქვეყნებში ცოტა სოლიდური ორგანიზაცია. უნდა გაითვალოს პირველ რიგში რესურსი. რა ადამიანური რესურსი, მაგალითად რა რესურსით შეიძლება რომ ეს ორგანიზაცია ამას ალბათ გირდება კონტაქტები, რაღაცა კონსულტაციები ქვეყნებში იმ ორგანიზაციებთან, უკვე ჩამოყალიბებულებთან. აქ არ არის აუცილებელი მაგალითად ამ ორგანიზაციის პიროვნება. შეიძლება ორგანიზაცია შემოვიდეს თვლიანი, რომელიღაც საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაცია გაწევრიანდეს ასეთ ერთობაში. ალბათ პირველი უნდა გაითვალოს ადამიანური რესურსი, შეთანხმდეს რაღაც კონსულტაციები იყოს. არა, მე მგონი ბატონო ვალერი, რესურსი არის ძალიან დიდი. ადამიანური რესურსი არის ძალიან დიდი. დიდია, მაგრამ ეს რესურსი უნდა მოვიზიდოთ, ხო? ხო და ეს რესურსი უბრალოდ უნდა აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას, რომ წერან თქვი, ესე იგი, ადამიანური რესურსი ქართული ემიგრაციის არის ძალიან დიდი. და უბრალოდ გდია, ასე ვთქვათ, აი ქუჩაში გდია და არავინ არ იღებს ამ რესურსს. რომ ისევ ჩვენი საკეთილდღეოდ ქართული ემიგრაციის საკეთილდღეოდ და ისევ საქართველოს საკეთილდღეოდ. არა, მე ვფიქრობ, რომ არასწორად ვმუშაობთ ქართული ესე იგი, ასე ვთქვათ, დიასპორული ორგანიზაციები, სათვისტომოები ჭყალებში, რა თქმა უნდა, მე მათ სათვისტომოებად არ აღვიქვა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ წეგანაცავს ვთქვით, ეს არის რაღაც ბიზნეს ჯგუფები, ხო, არასწორად ვმუშაობთ და ეს საჭიროა, ნუ მთავრობას არ უნდა. გასაგებია, შევარდნაძის დროიდან გვაქვს ამაზე ლაპარაკი, უკვე ამდენი წელი გავიდა, წეგანაცავს ვთქვით, რომ 22 წელია ემიგრაციაში ვარ და აცებ მთავრობას არ მოუნდა, რომ ეს ემიგრაცია ჩამოყალიბებულიყო და რაღაც საფუძვლები ჩაეყარა, რომ გაძლიერებულიყო ემიგრაცია, ხო. ხო, ეხლა საქმე ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს საქმე. ისევ ჩვენი ემიგრანტების გასაკეთებელია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ბატონო ვალერი რაღაცნაირად აი ჩავთოთ ეს ხალხი
პირველი მე მგონი აი მე ჩემას გეტყვი პირველი რაც უნდა გაკეთდეს აი ეს კონფერენციები გავაკეთოთ Skype კონფერენციები ჩავთოთ სხვა აუცილებელია ამაში ჩაერთოს ყველა ქვეყნიდან ემიგრაცია იმიტომ რომ წინადადებები იქნება ახასნაირი შემოთავაზებები იქნება ახასნაირი ყველას თავისებური ხედვა ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა შეჯერდეს და რაღაც საერთოზე შევთანხმდეთ მიზანზე შეიძლება შევთანხმდეთ პრიორიტეტებზეც რა უნდა გავაკეთოთ ხვალ ზეგ რა რისთვის გვინდა ეს ორგანიზაცია საერთოდ და აი ესეთი მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით ეხლა ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ მასიურად დასახლებული ქართველები ხო ვართ სულ 10 ქვეყანა 15 აი უნდა შეგაწყვეტინოთ ბატონო ვალედი რა მინდა ის იგი აი ესეთი ისა წამოწყება ხო ბევრმა დაიწყო მაგრამ არ გააგრძელეს აი ხო თქვენ იცით ისა რომ ალექსანდრე ებრალიძემ დაიწყო რაღაცის გაკეთება სოფლიო რაღაც კონფედერაცია ხო X ხო X ხომ დაიწყო კიდე იქ იყო კიდე სხვა ჯგუფი ამასინად კიდე ბათუმიდან დამიკავშირდნენ რომ ერთ-ერთი პიროვნება იყო რომელიც ამ სოფლიო მაგრამ გაგრძელება არ აქვს გაგრძელება უნდა იყოს რაღაცას ვიწყებთ აი ესა ჩვენი რაღაც პრობლემა ვიწყებთ რაღაცას და არ ვაბოლოვებთ არ ვაგრძელებთ მე აი ზუსტად ეს არის ჩვენი საქმე რომ აი თქვა ებრალიძე მე მაგალითად მე მომხრევარ იმისა რომ აბსოლუტურად ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გაერთიანდეს აქ იმიტომ რომ ჩვენ ემიგრაციას ერთადერთი ყველაზე პირველი რაც გვინდა სახლებში დაბრუნება და ემიგრაციის ცოტა რაღაცნაირად თევზზე დადგომა და იყოს ის ებრალიძემ ხო მაგალითად აქვს იქ თვითონ თავისი ორგანიზაციით შეუძლია გაწევრიანდეს ამ ერთიან რაღაც დიდ ორგანიზაციაში და შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ასეთივე სხვა ორგანიზაცია არ არის აუცილებელი მაგალითად პიროვნული პირადი ერთი თქვათ ადამიანი გაწევრიანდეს იყოს ორგანიზაციების გაწევრიანება ჩვენი კარები ორგანიზაციებია მაგალითად ემიგრაციაში თვითონ ორგანიზაციების გაწევრიანება ჩვენი კარები უნდა იყოს ყველასთვის ღია და მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაცაში აუცილებლად ესე იგი მე ესე მგონია შეიძლება ვწდები თუ შემისწორებს თქვენ თუ შემისწორებს და სხვა დროს კიდე სხვა ჩარტებში ვინმე შემისწორებს შეიძლება ვწდები მაგრამ მე ესე წარმომიდგენია რომ ჩვენ თუ გვინდა დასახულ მიზანს მივახციოთ და გავძლიერდეთ პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაში აუცილებლად თითო ქალაქში უნდა დაუჭიროთ ერთ ორგანიზაციას მხარი მარტო ერთი ორგანიზაცია თუ გაერთიანდებიან ამ ორგანიზაციაში ყველა თუ შეთანხმდებიან თვითონ თუ არა და თუ ვისაც არ უნდა გაერთიანება ამ ქალაქში ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბება და უყურებს მარტო თავის ბიზნესს ჩვენ არ გვექნება ეს განვითარების პერსპექტივა არ გვექნება ამისთვის ყველაფერს საჭირო არის დიდი კონსულტაციები ეს კონსულტაციები უნდა გავაკეთოთ რა არის იცი მე მესმის ისა რომ აი თქვა ვიღაცას აქვს ცეკვის ანსამბლი გახსნილი და აღარ უნდა თქვა თა ბიზნესად უყურებს ამ ცეკვის ანსამბლს ბიზნესია ჩემი ბიზნესია მე ამიგით ფული უნდა ვაკეთო და ესე მე ვერ დავთმობ ამ ბიზნესს მაგრამ ვიცით ამბიციურობა იქნება იქ იქნება ეს იქნება და ეს ისევ კონსულტაციებით უნდა შეჯერდეს ალბათ და ხა კერძო ბიზნესმენებს არ ვიცი მაგრამ 1000 ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ცდილობენ რომ იმიგრაციის პარლამენტის უფლებად დაცვაზე იმუშაონ რაღაც ისეთი აი ესეთი ორგანიზაციების გაერთიანება უფრო ალბათ ლოგიკურია ვიდრე მაგალითად რაღაც ბიზნეს სექტორებისა ხა მაგალითად არის გიორგი ოკლიბელაშვილი არის მაგალითად არა ისეთი სუსტი და ისეთი ორგანიზაცია თბილისში არასამთავრობოც მუშაობს მაგათი ეგიდით აი ასეთი ორგანიზაციები ახლა მოსკოვში როგორც ებრალიძე ვახსენეთ იმასაც არასამთავრობო აქვს და აი ესეთი უფრო მომუშავე ორგანიზაციები რომ შემოვიდნენ და ის ბიზნეს სტრუქტურები თვითონ შემოყვებიან ჩემი აზრით თვითონ შემოყვებიან მე თვითონ აი ამ ორგანიზაციებს ხო ნუ ჩვენ მოკლედ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთი რაღაც გეგმა უნდა გავაკეთოთ მონახაზი უნდა გავაკეთოთ და ეხლა მე წინ გუში მქონდა ჩართვა ქალბატონ ანასტასიესთან თუ მოისმინეთ და მან მე არ ვიცოდი უბრალოდ და მითხარ რომ ჩვენ ვართ რაღაც ჯგუფი რომელსაც გვაქვს რაღაც მონახაზი უკვე გვაქვს რა თქმა უნდა მისესალმებელია თუ აქვს მონახაზი უკვე რაღაცას თუ მუშაობენ უკვე თუ გაგვაცნობენ ძალიან კარგი იქნება ჩვენ შევუერთდებით
მათ მე გავხსანი რაღაცა ნაწილში იდეების დონეზე კი ბატონო, იდეა არის ძალიან კარგი, იდეა კიდე შეიძლება დაგვებოდოს ხვალზე, მასზე კიდე, მაგრამ თავარი არის ჩვენ, როდესაც დავსახავთ მიზანს და გვექნება იდეები, განვახორციელოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ეხლა ჩვენ თუ უცბად მოგვინდება მე-10 სართულზე ასვლა, ხო? პირველი სართული აუცილებლად უნდა გავიაროთ. ხო ესეა? ნამდვილად, ეხლა მე-10 სართულზე ხო და უცბად არა, იდეები ძალიან ბევრი მაქვს მოსმენილი უბრალოდ. იბე უნდა ხოდა ხათაშორის ისე მე კი დავამატებ რომ არც ისე დალხენილად გვაქვს საფუძველი ძალიან ბევრი დროც იყო და ძალიან ბევრი საფეხურებს ძალიან ბევრი დრო დაუთმოთ ასასვლელად. ეს თუ შევეცდებით რომ გავაკეთებთ, ეს უნდა გავაკეთოთ დროულად, საქმიანად უნდა გავაკეთოთ და ალბათ ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენი უნიათო, ხო. 25 წელია დაკარგულია. დაკარგული ხო? აი დიდი დრო დავკარგეთ ჩვენი უნიათო. საზოგადოებას უბრალოდ არ მინდა გადავაბრალოს საზოგადოებას, იმიტომ საზოგადოება იყო გაურკვევლობაში. საზოგადოება არ იყო ჩახედული, არც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ იყო ჩახედული, მაგრამ მათ ვისაც ჰქონდათ პრეტენზია და პოლიტიკოსებად იწოდებდნენ თავს, აი ჩვენ უნიათო მთავრობების გამო, ხო? რომ უნდა ხარში დადგომოდნენ და გაეძლიერებათ ქართული ემიგრაცია, პირიქით მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩაეძირათ. აი ესა ხო. ეს იდეა, აი ამ იდეამ წესით თითო პოლიტიკურ პარტიებშიც უნდა ყოველს რაღაცა მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველა აი ასეთი დიდი შეკრული ორგანიზაცია პროგრესულ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის მხარს დაუჭერს. ძალას, რომელიც დემოკრატიულობაზე იქნება გათვლილი, ძალას, რომელიც სახალხოებაზე იქნება გათვლილი, იმას ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთი ორგანიზაცია და მიგრაციაში ახლა ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ადამიანური რესურსია. ნებისმიერ არჩევნებზე შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. კი ბატონო, ბატონი ვალერი, ახლა ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა, სასაუბრო. და კიდე შევხვდებით და შემდეგში ჩაგვერთვებიან კიდე ჩვენი თანამემამულეები. დღეს ამით შემოვიფარგლოთ, ძალიან გამიხედა რომ გაგიცანით Facebook-ით. გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. მე სიამოვნებით ჩაგერთვებით ხოლმე. ხო. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვისაც და ძალიან კარგი საქმეა, ძალიან კარგი იდეა არის. დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მე მგონი ღმერთის წყალობით რაღაცა გამოგვივიდა. ვისაც აქვს პრეტენზია, მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ აი ვისაც აქვს პრეტენზია პატრიოტობაზე, დიდ ქართველობაზე, საქართველოს სიყვარულზე, თავისი თანამემამულის, თავისი მეგობრის, თავისი, რა ვიცი, მეზობლის სიყვარულზე შემოგვეხმიანოს, გაგვიზიაროს თავისი აზრები და ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით. მაგრამ ასე ვიდახდი, რომ ეს ჩანაწერები ალბათ უნდა დაიდოს ამ სოციალურ ქსელებში, Facebook-ში მით უმეტეს, Facebook-ი ხო მოიხსენებათ ისეთი სივრცეა, სადაც სპეციალური პრესაზე უფრო ადრე ვრცელდება ყველა ინფორმაცია. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ ერთმანეთი არ ვნავლანძღოთ იქ Facebook-ი ძალიან ბევრ ცუდ რაღაცებს ხო. ხო, ემოციები უნდა შევიკავოთ, იცით რა არის, აი ემოციები არის ძალიან ჩვენ ქართველი ხალხი ვართ. ემოციები გვჭარბობს, გასაგებია, ზოგს გონია რომ მე ძალიან წყნარი ვარ. არა და აი თქვენ ახლა არ მიცნობთ ბატონო ვალერი, რომ ნამდვილად არა ვარ წყნარი, მაქსიმალურად ვცდილობ რომ თავი შევიკავო. მეც ემოციური ვარ, მე ქართული სისხლი მაინც ემოციურია, მაგრამ ახლა დღევანდელი მსოფლიო და დღევანდელი ეპოქა, დღევანდელი სიტუაციები ეს არა ემოციებზე დაყრდნობილი. ესაა ჭკუაზე, გონებაზე. ეს ემოცია უყავს ქვეყანასაც, ხალხსაც და ყველა საქმეს. უნდა გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებებიც, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს საქართველოს, უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირი გზით გვიყვარს. გასაგებია, ამაზე შეიძლება საუბარი. შენ როგორ გიყვარს, შენ როგორ წარმოგიდგენია, მე როგორ წარმომიდგენია, შეიძლება, ხო, შენ გზას დაუჭიროთ მხარს, მაგრამ შეიძლება დამარწმუნო შენ მაგაში რომ შენი გზა სწორია და მე მოგყვები შენ, მაგრამ მე რომ შენ მოგყვები და
5 თვე გავა, 6 თვე გავა და 7 თვე გავა და საქმე არ გაკეთდება, ხო? ამიტომ ხო ნება იბოძე და მეორე გუნდს გაყევი. ის 5 და 6 თვე იქ. ზუსტად ესა გვაქვს. ბატონო ელგუძა დღეს ჩვენ საქართველოში პრობლემა რომ თუ ერთი ჯგუფი მოხდა ქვეყნის სათავეში, всё, მეორეს აღარ უნაწილებს არაფერს. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა მივახციოთ რომ ეს ყველაფერი იყოს სახალხო. ვიღაცა უჭერს ოცნებას ხარ. იმ ნაციონალებსაც თავისი მხარდამჭერი ყავს. 10 თუ 20% ეს თავისია რაც არის. იქ ვიღაცა კიდე სხვას აყავს და ჩვენ გვინდა რომ ეს სპექტრი, როგორც ახლა ჩვენ ვცდილობთ გაერთიანებას, იმ პარლამენტში, იმ მთავრობაში მთლიანი სპექტრი, რომ ხალხის გამოხატულება იყოს. რომ აღარ იყოს ეს ერთ პლანური მმართველობები და ხან ბიუჯეტიდან ვინ რა პრემიას ეზიდება და ხან სადმიად ვეღარ გამიგია. დავდეთ ამ ჩინოვნიკებს რომ ფული არ მოიპარონ ბიუჯეტიდან. ბიჭო, ეს ვალერი არის, იცი? ახლა კიდევ ვამთავრებს, მას კიდე გაგვიძელდა ახლა სიტყვა. ჩვენ ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, აი საბჭოთა კავშირი მომისმენთ თუ ეს ვიზახე, საბჭოთა კავშირის დროს რომ მივდიოდით რუსეთში და საქმეებს რო ვაწყობდით და არყები მქონდა და კონიენკები და საქმეების ესე იგი ვაწყობდით, ხო იმ ეპოქიდან ვერ გამოვედით და გონია რომ ისევ იმ ეპოქაში ვართ და აი ძმაკაცობას, ნათესაობას და ამ სიტუაციას უყურებენ და საქართველოს პატარა სივრცეა. არ შეიძლება იცი მარტო შენ ოჯახზე იზრუნო, მაგრამ მარტო შენ ნათესავზე და არ იზრუნო საზოგადოებაზე. ჩვენ პრინციპში საქართველოს ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ და ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. თუ ცოტა გავიკითხავთ, გამოვიკითხავთ, მაგრამ ეს ავიწყდებათ სამწუხაროდ პოლიტიკაში მოსულ, მთავრობაში მოსულ ხალხს უკვე. ბატონო ელგუძა, მე სტატისტიკას რო შევხედოთ, კომუნისტების მერე, თვითონ კომუნისტებიანა. როგორც კი იწყება კლანური მმართველობა, ამდენი ხელისუფლება გამოდის. სახელმწიფო კვდება იქა, კვდება კლანურ მმართველობა კლავს სახელმწიფოს. ეს სახელმწიფოს ხელისუფლების მოღვაწეობა. კომუნისტების მერე სულ ყველა მთავრობამ რევოლუციით დაამთავრა, აქციებით და რევოლუციით დაამთავრა მოღვაწეობა. ზვიადი წავიდა, ეთიკაც ეგრე წავიდა, ვიშა ეგრე წავიდა, აი ამ ხელისუფლებასაც იგივე ემუქრება, თუ არ მიხვდა იმას, რომ ყველა ძალა უნდა მოხდეს ხელისუფლებაში. ასეა ნამდვილად იმედია გამოსორდება ყველაფერი ჩვენ მენტალიტეტში შევა ის, რომ ჩვენ ვემხრობით არა რომელიმე პიროვნებას, არამედ ვემხრობით სისტემას და ვემხრობით სამართლიანობას. სახალხო მმართველობას. კი ბატონო, ასეთია. კარგით აბა, დიდი მადლობა ბატონო ვალერი და კიდევ ესე იგი გავაგრძელებთ შემდგომში საუბარს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა და დიდი სიამოვნებით ჩავერთვით ყველა 20 დამიძახეთ. კარგით აბა დროებით. ხო.